წელს უკვე მერვე შეუერთდა საქართველოს ამ გლობალურ ინიციატივას დარეკეს არის გენდერული თანასწორობისთვის. ეს არის ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს, რომ საფინანსო სექტორში ქალების როლი აღნიშნოს, წვლილი აღნიშნოს და ქალები გააძლიეროს საფინანსო სექტორში. ზოგადად ეს ღონისძიება ყოველთვის ტარდებოდა თბილისში, მაგრამ წელს ვინაიდან წლევანდელი თემატიკა იყო, რომ დავრეკოთ ზარი ყველა გოგოსთვის და ყველა ქალისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ღონისძიება ქუთაისში ჩაგვეტანა და იქ ჩვენს მეწარმე ქალებთან ერთად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად და ბანკებთან ერთად აღვნიშნა ეს ღონისძიება და გვემსჯელა ძალიან ბევრ საინტერესო ამბავზე. თემატიკას რაც შეეხება, თქვენს ეთერში ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ ქალთა გაძლიერების პრინციპებზე. ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელსაც უერთდებიან კერძო კომპანიები და ბიზნეს ასოციაციები და ეს პლატფორმა მიზნად ისახავს, რომ ბიზნესის ცნობიერება ამაღლოს, თუ როგორ შეიძლება ბიზნეს ერქვას კარგი დამსაქმებელი, რა შეიძლება ბიზნესმა გააკეთოს ისეთი, რომ ქალები გააძლიეროს როგორც სამუშაო ადგილზე, ისე საზოგადოებაში და სწორედ ეს ღონისძიება არის იმისთვის, რომ პოპულარიზება გაუწიოს ამ ქალთა გაძლიერების პრინციპებს. საქართველოში რეალურად 2016 წლიდან დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს უკვე დღეს, იმიტომ რომ 300-მდე ბიზნესი არის უკვე ამ პრინციპებზე ხელმომწერი და მოგეხსენებათ ჩვენი ბაზრის ზომის გათვალისწინებით ძალიან კარგი ციფრი არის ეს. ელენე, რატომ საფინანსო სექტორი არის ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი, სადაც ქალებს განსაკუთრებით სჭირდებათ გაძლიერება არის სხვადასხვა სფეროს მიბმული და ამიტომ არის ეს სექტორი ესეთი მნიშვნელოვანი? საფინანსო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი. დავიწყოთ იქიდან, რომ პრინციპში ყველაზე აქტიურიც ამ პრინციპების განხორციელებაში და მოგიყვებით რატომაც, თუმცა ასევე საფინანსო სექტორი მოგეხსენებათ საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი და საქართველოს დიდი წილი ეკონომიკის სწორედ მასზე დგას და ამავდროულად მოგეხსენებათ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ეს ძირითადად აქ ქალები არიან მეწარმეები და ქალთა მიერ მფლობელობაში არსებული ბიზნესები მცირე და საშუალო ბიზნესს წარმოადგენენ. ასეთი ბიზნესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღესდღეობით ფინანსებზე წვდომა და სწორედ საბანკო სექტორისთვის ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ სესხს და სხვადასხვა თანადგომას ასე რა თქმა უნდა, როგორც საფინანსო პროდუქტებს, ისე არასაფინანსო პროდუქტებს, იმიტომ რომ ერთის მხრივ საფინანსო პროდუქტები ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსებზე წვდომისთვის, იმიტომ რომ მაგალითად იგივე არის საქართველოში ის პრობლემა, როდესაც მემკვიდრეობა ყოველთვის რჩება ვაჟს, ეს ჩვენი ასე ვთქვათ ადაწესებიდან გამომდინარე და შესაბამისად ქალებს აქვთ ნაკლები პოტენციალი, რომ მიმართონ ბანკს სესხისთვის და უზრუნველყოფად მაგალითად თავისი უძრავი ქონება წარადგინონ. ამიტომ ესეთი ბარიერების შესახებ საფინანსო სექტორში ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. და მეორე არასაფინანსო პროდუქტები ქალებს ასევე ძალიან ნაკლები წვდომა აქვთ დროის სიმცირის გამო და ასე შემდეგ, რომ მათ გაიარონ ტრენინგები, ბიზნეს უნარჩვენებები, გაიუმჯობესონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, აქ კერძო სექტორის როლი და საფინანსო სექტორის როლი ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი. და სწორედ ამ ღონისძიებაზე ჩვენ ვისაუბრეთ ბანკების მიერ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ისეთ პროექტებზე, რომელიც მაგალითად გულისხმობდა ქალებისთვის ბიზნეს შესაძლებლობების გაფართოებას, მომხმარებლებთან წვდომას, მაგალითად ქალთა სამეწარმეო ექსპო თქვენს ეთერშიც გვისაუბრია ამაზე, როდესაც გამოფენა გაყიდვაში მონაწილეობენ სხვადასხვა კომპანიები და შესაძლებლობას აძლევენ ქალ მეწარმეებს, რომ თავიანთი პროდუქცია წარადგინონ ფართოდ მომხმარებლის წინაშე და ასევე სხვადასხვა ინიციატივებზე, რომლებიც უშუალოდ ქალებისთვის ბიზნეს უნარების გაუმჯობესებას და მათთვის კავშირების დამყარებაში, ბიზნეს კავშირების დამყარებაში ხელშეწყობას გულისხმობს. ერთ-ერთი პრობლემა არის გენდერული სტერეოტიპები, რასაც ღონისძიებაზეც იყო საუბარი და ალბათ რაც არის ყველაფრის საწყისი. აი თქვენ ახსენეთ მაგალითად რომ ქონება როგორც წესი რჩებათ კაცებს. რა არის ის გენდერული სტერეოტიპები, რომელიც კიდევ არის შემორჩენილი და რომელსაც დღესდღეობით უფრო ყველაზე აქტუალური, რომელსაც დღესდღეობით კიდევ ვებრძვით ასე ვთქვათ?
მე ვიტყოდი რომ ეს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით გულისხმობ ამ შემთხვევაში, თორე ისე არის უამრავი ვერ ვისაუბრებ. სხვათა შორის ფინანსურ საკითხებზეც ზუსტად 2 კვირის წინ მქონდა კვლევის პრეზენტაცია, რომელიც იკვლევდა თუ საქართველოში რას ფიქრობენ ქალები და კაცები კონკრეტული მიმართულებით საკითხებზე. ერთ-ერთი კვლევის პირველი შეკითხვა იყო, რომ როგორ ფიქრობთ, გენდერული თანასწორობა მიღწეული თუ არის თუ არა საქართველოში და მოსახლეობის 50%-ზე მეტმა ქალებმაც და კაცებმაც თქვეს, რომ დიახ, გენდერული თანასწორობა მიღწეულია, მაგრამ მე როდესაც უკვე ჩაშლას ვაკეთებდით თვითონ შეკითხვების და კონკრეტული მიმართულებით იგივე ქალთა დასაქმებაზე, იგივე ოჯახში როლების გადანაწილებაზე, პოლიტიკაზე, როდესაც ვესაუბრებოდით, აღმოჩნდა, რომ საქართველოს უმრავლესობას აქვს გენდერული სტერეოტიპები. და მაგალითად დასაქმებასთან მიმართებაში ხომ ძალიან ბევრ ადამიანს, ანუ 50%-ზე მეც და ციფრები ზუსტად არ მახსოვს, თუმცა გონია, რომ კაცი არის ოჯახში მთავარი შემომტანი. ქალისთვის მნიშვნელოვანია უფრო ოჯახი, ვიდრე სამსახური და მისი კარიერა. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ არსებობს ისეთი პროფესიები, სადაც ქალებს არ აქვთ, ასე ვთქვათ, განვითარების დიდი შესაძლებლობები და მისი ათვისება შეუძლებელია. ერთ-ერთი ნაწილი ამ კვლევაში იყო ის, რომ ქალი უნდა დაეთხოვა სამსახურიდან, როდესაც ბავშვი ავადობს. როდესაც ბავშვი ავადობს და რეალობაში ესეც და უამრავი ისეთი სტერეოტიპი, რომელიც მაგალითად იგივე სახელმწიფო სხვაობასთან დაკავშირებით შესაძლებელია, რომ ერთი და იგივე საქმეს, როდესაც ასრულებს ადამიანი, ქალისა და კაციც, კაცს შეიძლება უფრო მეტი ანაზღაურება ჰქონდეს ამ მიმართულებით და 15% საქართველოს ფიქრობს ასე რომ ეს გენდერული სტერეოტიპები არის დღესდღეობით ჩვენი, ასე ვთქვათ, ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი და სწორედ ეს არის ჩვენი როლიც, რომ დავანახოთ მოსახლეობას, რომ გენდერული თანასწორობა ჯერჯერობით არ არის მიღწეული და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც კერძო სექტორის, ისე სხვა თანამოაზრეების ერთად მუშაობას, რომ ოდესმე აღმოფხვრათ ეს სტერეოტიპები ჩვენს ქვეყანაში.